სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. ელონდორი ჩვენი საუბარი შეეხება 10 ცნებიდან მეორე ცნებას არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი. უსმინოთ არქიმანდრიტ რაფაელს. მეორე ცნება გვაუწყებს არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი. ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით კერპებს. ჩვენი კერპი უპირველეს ყოვლისა ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მიზანია დედამიწაზე ადგილის მომზადება. ისეთი კერპისათვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენი შრომისა და გარჯის წლები ამაში გადის. მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ბნებებისათვის კერპების მაცთუნებელ სურათებს ხატავს. შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს. ბნებიანი შეყვარება, ეს სწორედ რომ კერპის შექმნა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისაგან და ქვების ნამსხვრევებისაგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავს ეთაყვანება და ემსახურება. ადამიანი ღმრთის ხატი და მსგავსია. ჩვენ მისდამი სიყვარულის მცნება გვაქვს მოცემული. მაგრამ ეთაყვანო ადამიანს ზოგჯერ რაღაც შეშივლობის მდგომარეობას ჰგავს. ეს ნიშნავს შექმნა კერპი ხორცისა და ძვლების გროვისაგან, რომელიც ოდესმე მიწად იქცევა. კერპი შესაძლოა ფული იყოს, რომელსაც ცნუნებული ადამიანი თავის უძლებელობას მიაწერს. შესაძლოა კერპი იყოს მეცნიერება. მეცნიერთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც ვარაუდობენ, რომ კაცობრიობის ხსნა მეცნიერების ძალითაა შესაძლებელი, მისგან კერპს ქმნიან, რომელსაც ცოცხალ ღმერთს უპირისპირებენ. ამასთან ამ ინტელექტის ღვთაების კურუმთა როლში თვითონ გვევლინებიან. შესაძლოა კერპი იყოს ხელოვნება, რომელიც არა ღვთის სადიდებლად, არამედ ამა ქვეყნის და ადამიანური ვნებების გაღრმავებისათვის იღწვის. მშობლებისათვის კერპებად შესაძლოა მათი საკუთარი შვილები იქცნენ, რომელთა გამოც ზოგჯერ მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. წმინდა წერილში ერთ ადგილას წერია: კერპნი არარა არიან, ფსალმუნი 113. სხვა ადგილას კერპნი ეშმაკ არიან, ფსალმუნი 95. თავისთავად კერპი ეს სულიერი ცდომილებაა, სიცარიელია, მაგრამ ამ სიცარიელეს, ამ სულიერ ვაკუუმს ბნელი ძალები ავსებენ. ამიტომ ადამიანი ქმნილებისადმი მეტად მიკერძოებულია ვიდრე შემოქმედისადმი. დემონური ძალების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. მოკლედ, რომ ითქვას, მეორე მცნების მშვინვიერი თვალსაზრისი ეს საკუთარი გულის შემოწმებაა. ხომ არ არის იქ გადამეტებული მიკერძოება ან სიძულვილი, რომლებიც ადამიანის სულში თვით უფალს სტაცებენ ადგილს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამ დროს სულის ტახტი სხვას ნებაყოფილობით ეძლევა და მასზე უხილავი მხეცი ჰპოვებს ადგილს. საინტერესოა თუ როგორ გამოსახავდნენ პრიმიტიული ხალხები თავიანთ ღმერთებს.
მათ კერპებს ურჩხულების რაღაც ფანტასტიკური ცხოველების სახეები აქვთ. ეშვებითა და ტაცებელი ფრინველების კლანჯებით. თუ კი მათ ადამიანური იერი აქვთ, მაშინ ისინი დემონთა გამოსახულებებს ჩამოჰგვანან, გადმოკარგული თვალებით და დაკრეჭილი კბილებით. გეჩვენება, რომ ეს კერპები მსხვერპლზე თავდასასხმელად და მის დასაფლეთად არიან მზად. ჩვენი ვნებების კერპებიც ისეთივე საძაგელი, საშინელი და მახინჯია, როგორც აფრიკის ტომებისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებთა ღვთაებები. როგორც არ უნდა მოვრთოთ ისინი, მათი ნამდვილი სახე ჯურღმული სულთა სახეებივით დაუნდობელი და სასტიკია. ისინი მსხვერპლს ტანჯავენ, ბრჭყალებით გმირავენ, მაგრამ დაბრმავებულ მსხვერპლს მაინც გონია, რომ ისინი ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასნი არიან. როცა დრო ამ თიხის ღმერთებს ამსხურებს, მაშინ სულს სევდა ეუფლება. მას წარმოუდგენია, რომ უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე თავისი კერპების სიღატაკე და შერცხვენა იხილოს. პანთეონში ქრისტეს ვერ შეიყვა, მადლი ვერ შევა სულში, სადაც ვნებების მეფობენ. ამიტომ გვასწავლის მცნება, გულიდან მოვიწყვიტოთ ის, რაც მისთვის ღმერთზე უფრო ძვირფასია. მოვიწყვიტოთ ტკივილით, როგორც ჭრია და მოწვავენ განგრენით დაზიანებულ სხეულს. სულიერი თვალსაზრისით მეორე მცნება იმაზე მეტყველებს, რომ სული კაცისა ტაძარი უნდა იყოს. საკურთხეველში არანაირი არაწმინდას შეტანა არ შეიძლება. ის გარეთ უნდა დარჩეს. როცა გულისმიერი ლოცვისას აზრები და სახეები ჩნდებიან, ხშირ შემთხვევაში ადრინდელი კერპები თავს წამოყუფენ ხოლმე და თავისაკენ გვიხმობენ. ამ ხრივაც მცნება არაქმნე თავისა შენისა კერპი ლოცვის დროს ყოველივე მიწიერისაგან განდგომასა და მისგან თავის დაღწევაზე ლაპარაკობს. ხშირია, რომ ლოცვის დროს გონება გვეფანტება და რაზედაც ძირითადად ვფიქრობთ, აი საფიქრალები მოდის ჩვენს გონებაში და ეს მონებრივია, რომ არის ეშმაკისაგან. და სწორედ აი კერპების გამოძახილია, რომელზეც ჩვენ ვაგებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, მიდრეკილებებს, ჩვენს ოცნებებს და მას უფრო მეტ პატივს და თაყვანს ვცემთ, ვიდრე ღმერთს და მისდამი რწმენას. კერპსახურების სხვადასხვა ცრუ იდეოლოგიები არსებობდნენ და არსებობენ. ისეთი როგორიც იყო, ვთქვათ, კომუნიზმი, მარქსისტული იდეოლოგია. ისეთი, თუნდაც როგორიც არის დღევანდელი ევროკავშირის იდეოლოგია. ორივე თავის თავში მოიცავს უპირველეს ყოვლისა ღმერთის უარყოფას. ორივე იდეოლოგია ამითი მსგავსია, ხომ დამეთანხმებით ამაში ყველა. ევროკავშირის იდეოლოგია ეს არის უღმრთოება. შემდეგ აღვირახსნილობა, ცხოვრების წესი უზნეობისა, რომელიც დამახასიათებელი იყო მარქსისტული იდეოლოგიისათვის და ასევე დამახასიათებელია ევროკავშირის იდეოლოგიისათვის. აი, თუნდაც მაგალითად მოვიყვანოთ ალექსანდრა კოლონტაი, ეს ქალი, რომელიც პირდაპირ ქადაგებდა უზნეობას. იგი ამბობდა, რომ შიშველი უნდა ვიაროთ, ქუჩაში ქალებს ეუბნებოდა და ეს სიცხული არ არის. ეს ხდებოდა კომუნისტების დროს რუსეთში. ასწავლიდა პირდაპირ უზნეობას. ახლა ნახოთ ევროკავშირის იდეოლოგია. LGBT
კანონმდებლობა, ცნობიერება, აზროვნება ასეთი და თუნდაც აი ეს ფაქტი ყველასთვის მარტივი და გასაგები, რომელიც ბოლო ოლიმპიადაზე მოხდა, საიდუმლო სერობის ასეთი დონით გაშარჟება, როდესაც მამათმავლები და დედათმავლები მონაწილეობდნენ ამ კარიკატურაში. არავის არ დაუგმია ეს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, კათოლიკეებმა ოდნავ წამოიგნავრეს რაღაც და გაიტოვნენ. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ამხელდა ამას. შევხედოთ დღეს წუხილითა და ტკივილით ვამბობ ამას, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, ხო? ავტომანქანაზე მოსიარულე ქალბატონები, რომელიც უკანასკნელი სიტყვებით იგინებიან. მღვდელი, რომელიც ამბობს, რომ მე აღარ ვლოცულობ, უფალო შემიწყალესაც აღარ ვამბობ, რადგანაც ღმერთი ისედაც ხედავს, ისმენს და იცის, რომ მე მჭირდება შეწყალება, აღარ ვლოცულობს. ეს ადამიანები ერთ სიბრტყეში არიან. სწორედ ამ იდეოლოგიით დასნებოვნებულები. მათ შექმნეს ევროკავშირისაგან კერპი, რომლისთვისაც აი ესე მზად არიან შეშლილებივით გამოხატონ თავისი თაყვანისცემა. აი ეს არის თანამედროვე კერპსახურება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი დავფიქრებული ყოფილიყავით ამაზე, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი არის ღმერთი და მისდამი რწმენა. ის მანკიერი თვისებები, რომელიც გაგვაჩნია, ის მიდრეკილებები, რომელიც აი ასეთ კერპებს გვისახავენ, როგორიც არის ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვიანი აზროვნება, ეს ხილული თუ უხილავი სახით და მისდამი მსახურება, ნახეთ, როგორ იყო ნათქვამი, რომ ხელოვნები, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გადაარჩენს ადამიანებს. ხომ იყო ასეთი პარტია, მოგეხსენებათ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ხო? აი დაახლოებით ასე ფიქრობენ ზოგიერთი მეცნიერები, რომ მეცნიერება გადაარჩენს სამყაროს. ხელოვნები ზოგიერთები, რომ ამბობენ, რომ ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს და ასე შემდეგ. მათ ღმერთი ავიწყდებათ. ასე რომ მათ რიგებში ჩავდგებით. ჩვენ გადაგვარჩენს ღმერთი. ეს უნდა გვახსოვდეს და მისდამი რწმენა და მისდამი ერთადერთისადმი დაგვამისცემა. ღმერთმა დაგლოცოთ და